უნდა გამოვეხმაურო იმ რაღაც მოსაწყენ ლექციას, რომელიც აქ წაგვიკითხეს, რომ ინდუსტრიის ზოგიერთ დარგს თურმე სახელმწიფო მხარს უჭერს ხოლმე. აი ამაში, აი პროტექციონიზმი საქართველოს ხელისუფლების ამაში ჩანს, რომ დიდრებს, მესაკუთრეებს, იქ ვინც მენეჯმენტში არიან განგსტერები, იმათ ეხმარებია, რომ გადაარჩინონ თავიანთი, ასე ვთქვათ, საქმიანობა და იგივე აზოტის მუშებს გაფიცვა უწევთ, რომ 200 ლარით მეტი ხელფასი ქონდეთ, ჭიათურაში 3000 კაციდან 2000 გაათავისუფლეს ადგილიდან. და როცა ვსაუბრობთ ინდუსტრიულ პოლიტიკაზე, იცით რას გულისხმობთ, რომ აი თქვათ ავიღოთ ტყიბული. ტყიბულის საწარმოს ხარდაჭერა კი არ არის დღეს ინდუსტრიული პოლიტიკის ამოსავალი წერტილი კი არ უნდა იყოს. ტყიბულში საწარმო დასახურია, აღარა აქვს ამისი რესურსი. იქ სხვა ინდუსტრიაა გასავითარებელი და ამაზე უნდა ფიქრობდეს ნორმალური სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებზე ფიქრობს, მაგრამ ესე არ ფიქრობენ. რაც შეეხება იგფილსის პროექტს, უამრავი პრობლემა აქვს ამ პროექტს. მაინც ჩამოთვალეთ. ჩამოთვალოთ, მაგალითად, ისევ მივდივართ ეკონომიკის თვისებრივ ცვლილებებთან, ხომ? ეს პროექტი დაასაქმებს ისევ, ასე ვთქვათ, მშენებლობის და მომსახურების სფეროში ადამიანებს და არა რომელიმე ახალ და სერიოზულ და მეცნიერებატევად და ინდუსტრიულ დარგში, ხო, ადამიანებს. აი ეს პრობლემაა. მე აი ნამახვან ჰესი 100-ჯერ წამოგვაყვედრეს აქ და საერთოდ ამას პრობლემად არ მივიჩნევ ამ წამოყვედრებას, იმიტომ რომ ნამახვან ჰესის პროექტის მთავარი პრობლემაც ის იყო, რომ ყველა რისკს საკუთარ თავზე იღებს ხოლმე სახელმწიფო, მოგება რჩება ინვესტორს. აქაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აი იმ ხელშეკრულებით, რომ სადაც გასაიდუმლოებული მუხლებია, სწორედ ამგვარ პრინციპთან გვაქვს საქმე, რომ მთელი მოგება ინვესტორს, მთელი რისკი და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს. აქ ამ პროექტს ასევე აქ დასცინიან ხოლმე მწვანე საკითხებს და ეკოლოგიურ საკითხებს, რომ იქ ფასკუნჯი კვერცხს ვერ დადებს და რაღაც ესე ცისულელებს ამბობენ და სერიოზული ეკოლოგიური შედეგები ექნება აი ამ პროექტსაც, ხო? ჯერ ესეთიც ამ ქალაქში რა ხარისხის წყალს ვიღებთ ჩვენ, რა ინტენსივობით წყალს ვიღებთ ჩვენ, ან რუსთავის წყალმომარაგება რა მდგომარეობაშია, ვიცით, ყველამ რუსთაველებმა განსაკუთრებით კარგად იციან, მე არა, რუსთაველებმა უკეთ იციან, ხო? და ეხლა და ახალი გორი ჩდება თბილისსა და რუსთავს შორის. რა წყლით ამარაგებთ იმათ? ან ინერტული მასალები ამ ხელამშენებლობებისთვის საჭირო რო არის, რომელი მდინარიდან ამოგაქვთ ამდენი ქვიშა, ხრეში და ასე შემდეგ, ხო? ეს დათვლილია? რამე კვლევა გააქვთ თქვენ, რომლითაც თქვათ აი ამ ეკოლოგიურ საკითხებს შემდეგ ჩაიკითხებით, თუ პასუხი არ დაგაკმაყოფილეთ. კი ბატონო.